თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ალე კოლისაშვილის პროცესი გაემართა. პროკურატურამ მას ძალადობით ან ძალადობის მუხარით პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. დღევანდელ პროცესზე მხარებმა შესავალი სიტყვები თქვეს, სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა და აღნიშნა, რომ მის წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. მისივე თქმით, როდესაც დუშეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა ვივამეთში გადაიყვანეს, ნეკლი ჰქონდა მოტეხილი, რაც კლინიკამ დამალა, თუმცა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის შემდეგ მოტეხილობა დაადასტურდა. შეგახსენებთ, რომ გამოძიების განცხადებით 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქთან ალე კოლისაშვილი ქართული ოცნების წევრს ალი ბაბაევს თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომდევნო პროცესი 6 მაისს ბრალდების მხარის მოწმების დაკითხვით გაგრძელდება. წარმოიდგინეთ რა აბსურდია, რომ მედავებიან პოლიტიკურ დევნას ისეთი კაცის, რომლის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ არ იცის არავინ. მისმა ოჯახის წევრებმაც კი ალი ბაბაევი ვინ არის, რომელი პოლიტიკური მოღვაწეა. თან წარმოიდგინეთ რა აბსურდია, რომ გახარია რომ ცემეს კაც პრემიერ-მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ყველა თანამდებობა ეჭირა. ცემეს ბათუმში. თავს დაესხნენ და მუხ საქმე აღიძრა ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის მუხლით. ჩემ შემთხვევაში საქმე აღძრეს პოლიტიკური დევნი. ვითომ მევდევნივდი კლინიკა ვივამედმა ჩემი დაკავებიდან რამდენიმე საათში დამალა ჩემი რეალური დიაგნოზი. მე დაკავების დროს მომტეხეს ნეკნი და კლინიკა ვივამედმა თქვა, რომ მე არაფერი არ მჭირდა. დევნა არის როგორც იურიდიულ ლექსიკონებში, ასევე ყოფით ლექსიკონებში განმარტებული, როგორც მრავალჯერადი ქმედება. ერთ დღეს, ერთ კონკრეტულ საათში შეხლა, შემოხლა, ვერც ერთ შემთხვევაში, როგორც არ ამბობენ პროკურორებმა, იურიდიული გაგებით დევნად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაკვალიფიცირდება. სასამართლოს კიდევ ერთხელ განუმარტეთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2024 წლის 2 დეკემბერს, როგორ განახორციელა ბრალდებულმა დევნა დაზარალებულის მიმართ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით და სასამართლოს დავდუდით, რომ ჩვენ წარვადგენთ ყველა მტკიცებულებას, რომელიც უთხოვარად დაადასტურეს, რომ ბრალდებულმა ალე კოლისაშვილმა ჩაედინა ნამდვილად ეს სამართლის კოდექსის 156 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.